ჩაგვერთვება პარიზის წმინდა თამარ მეფის სახელობის ქართული სამრევლოს წინამძღვარი არქიმანდრიტი ანტონი კანდელაკი ვისაუბრებთ საქველმოქმედო ღონისძიებაზე, რომელიც სამრევლოს წინამძღვარმა ყველასათვის საყვარელ ფეხბურთელთან გიორგი მიქაუტაძესთან ერთად განახორციელა, რომელიც მისი სულიერი შვილია ამავდროულად, ასევე ვისაუბრებთ სამრევლოს სხვა სიახლეების შესახებაც. მამა ანტონ, დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, მოგესალმებით. როგორ ბრძანდებით? მადლობა რომ გვერთვებით. მადლობა რომ დილის 7 საათზე ჩვენს გამო. გამიშოთ რომ საფრანგეთში ახლა დილის 7 საათია, ნუ 5 წუთი უკვე. ესე იგი აქ ადრეა ცოტა. მადლობა რომ გვერთვებით. მამა ანტონ, ჩვენ აი დასაწყისში აღვნიშნეთ, კახამ აღნიშნა, რომ თქვენი მთავარი მოვალეობის გარდა, რაც არის ღვთისმსახურება, ძალიან აქტიურად ბრძანდებით ჩართული კულტურულ საგანმანათლებლო საქმიანობაში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ქართველი ემიგრანტებისთვის, საფრანგეთის ქართული სამრევლოსთვის და ერთ-ერთი ასეთი ღონისძიების შესახებ გვინდა სწორედ ახლა რომ ვისაუბროთ, რომელიც განახორციელეთ გიორგი მიქაუტაძესთან ერთად. ვიცით რომ დიდებულად ჩაიარა, იმიტომ რომ სოციალურ ქსელში ჩვენ ვნახეთ ვიდეოები, ფოტოები და ასევე ვიცით რომ თბილისიდანაც ყავდათ სტუმრები, დეკანოზი შალვა კეკელია იყო ჩამობრძანებული, უფრო მეტი თქვენ გითხარით. გარდა იმისა, ესე იგი, ჟოხში რო უყვართ გოლები, ყვარებია ესე იგი ქველმოქმედებას ჩართვაც და გვახარებს განსაკუთრებით ყოველთვის ჩვენი ძალიან საამაყო ფეხბურთელის გამოჩენა, რომელიც ბავშვობიდან დაკავშირებულია თქვენ სამრევლოსთან მისი ოჯახი და გითხარით ამ აქციაზე, მამა ანტონ, რომელიც გაიმართა კადრებსაც ხედავთ ახლა ჩვენ. დიახ, მოგესალმებით კიდევ ერთხელ და ნამდვილად კარგი საქმე გაკეთდა და გიორგი გვაქვს გარკვეული ურთიერთობა თქვენ როგორც იცით, ის ჩემი სულიერი შვილია. ჩვენ ხშირად გვაქვს კომუნიკაცია, ხშირად ვესწრები მის თამაშებს, თუმცა საფრანგეთის გარეთაც. ფეხბურთზე დიდად არ ყოფილა როდესაც განსაკუთრებული ჩემ და სამწუხაროდ, მაგრამ გიორგმა შემაყვარა ეს ფეხბურთი. თუმცა ყველაზე კარგი რაც გაკეთდა, მე გიორგისთან ერთად გქონდა საუბარი, რომ რაღაცა აუცილებლად უნდა გაკეთებულიყო ჩვენ სამშობლოსთვის, არა მარტო გავახაროთ გოლებით, არამედ რაღაცა კარგი საქმეც. ამასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ ჩვენ და დავგეგმეთ ესეთი ღონისძიება, რაზეც თქვენ ისაუბრეთ, საქველმოქმედო ღონისძიება, მას ჰქონდა ორი მიმართულება, იმიტომ რომ ყველას უნდოდა გიორგისთან შეხვედრა, მისი გაცნობა, მისი მოფერება და ნუ ამასთან ახლო ურთიერთობა და ჩვენ დავგეგმეთ ესეთი რაღაცა, რომ ის მოვიწვიეთ ჩვენთან ტაძარში. თხოვეთ რომ შეხვედროდა ხალხს და ამავე დროს ამ ყველაფერს მისცემოდა კიდე მეორე კარგი მხარე ის რომ ამით ჩვენ გაგვეკეთებინა საქველმოქმედო რაღაცა ესეთი ღონისძიება. ანუ მოვიწვიეთ გიორგი, ჩვენ შევიძინეთ გარკვეულწილად საქართველოს ნაკრების მაისურები, ჩამოვიტანეთ საქართველოდან აქ და ნებისმიერ სურვილს შეეძინა ეს მაისური ბურთი და მისი ფოტომასალები და გიორგი თითოეულ მათგანს მიიღებდა, ხელს მოუწერდა, მოეფერებოდა, მოესიყვარებულებოდა და აი ასეთი განზომილებით გავთვალეთ ეს სახელმოქმედო ღონისძიება. ერთი მხრივ გიორგის მოეფერნენ, მეორე მხრივ აი ეს ხელმოქმედება ის რაც შემოსული თანხა, თქვენ როგორც იცით, მოხმარდება საქართველოში უკიდურესად გაჭირებულ ადამიანებს. დიახ, ჩვენ ძალიან უამრავი ადამიანი ყავდა, როგორც ადგილობრივი ხალხი და რეგიონებიდან, ასევე საქართველოდანაც და მართლაც გასახარი იყო პირდაპირ ცოცხალი შეხება გიორგისთან. მე ყველა მიჩვეულია სტადიონზე, ტელევიზორში, მაგრამ გიორგისთან ასეთი ცოცხალი შეხვედრა იყო ძალიან თბილი და საფასო. მამა ანტონ, ძალიან მნიშვნელოვანი აღნიშნეთ, რომ ესე შემოსული თანხა მოხმარდება საქართველოში, ანუ ჩვენი ემიგრანტების სამშობლოში უკიდურეს გაჭირებულებს. ჩვენ ვიცით ემიგრაციის ძალიან დიდი შეწევნა და ამ შემთხვევაში ისინიც, რომლებიც არ ცხოვრობენ ფუფუნებაში და თქვენ კარგად მოგეხსენებათ, მამა ანტონ, მასთვის სულიერი მოძღვარი ხართ, რომ ბავშვიან ბევრს შრომობენ და მიუხედავად ამისა, თუნდაც ამ მცირედით რომ კიდე ეხმარებიან სამშობლოში გაჭირებულებს, ეს არის ორმაგად დასაფასებელი და მადლობა ყველა მათგანს ამისთვის, რა თქმა უნდა. გიორგის პირველ რიგში მადლობა, რომ მისი დაკავებულობის მიუხედავად მოიცალა, ხალხიც გაახარა და თავის მონაწილეობაც მიიღო და აი ეს ფაქტი, რასაც ხა თქვენ ახლა ძალიან ემოციურია, რომ მე ბევრ მათგანს ვიცნობ, რომ მათ შორის თქვენ სამრევლოში, რომ ძალიან ბევრ შრომობენ, აი მართლა ლუკმაპურის გამო და რაღაცა მცირედით კიდე ეხმარებიან მათზე გაჭირებულებს სამშობლოში და ეს არის ძალიან დიდი ინიციატივა და სასურველია, რომ ალბათ ბევრმა მოგბაძო და ალბათ არ იქნება ეს ერთჯერადი, როგორც ვიცი მე თქვენი შემართება. არა, ნამდვილად გასახარია, იმიტომ რომ ჩვენ სამშობლოსთან არანაირად არ კარგავთ ურთიერთობას, პირიქით ვცდილობთ რომ რაღაცით დავეხმაროთ, ვიყოთ ჩვენ სამშობლოსთან ახლოს და ნუ ესეთი ღონისძიები მართლა ხელს უწყობს არა მარტო საქართველოში, არამედ აქაც, აი თუნდაც ეს გიორგის აქ გამოჩენამ, ბევრი ადამიანი სიყვარულით გაერთიანა, ერთად ვიყავით ყველანი, ყველა გიორგის მოვეფერეთ. მე იდეის ისიც რომ ეს ყველაფერი მოხმარდებოდა საქართველოში გაჭირებულ ადამიანს ძალიან მნიშვნელოვანია. დიახ, მე და
გიორგიმ შევთანხმდით და ვთხოვე რომ ეს არ იყოს მერჯერადი, ამას მიეცეს ტრადიციული მხარე და ყოველთვის გავაკეთოთ მსგავსი რამე, იმიტომ რომ ესეთი რამე, როცა თუმცა მისი ძალიან ძიმე რეჟიმი აქვს, კაცრი რეჟიმი აქვს, ისე ადვილი არ არის ამდენ ხალხს შეახოთ, რომ მან იმდენი წესები არსებობს, შეიძლება ხვალ თამაში კონდეს და დღეს ამდენ ადამიანს რო შეხვდეს, ან ვირუსი კონდეს, ან რაღაცა და გადაედოს და პირიქით მას აკრძალული აქვს, მაგრამ გიორგიმ და მისმა ოჯახმა ძალიან მოინდომა, მე მადლობელი ვარ მათი ოჯახის მშობლების, გიორგის მშობლების განსაკუთრებულები არიან ისინიც და იმათი ძალისხმევაც იყო ეს, რომ ეს ყველაფერი მომხდარიყო და ნუ გიორგის პირადი მონდომებით რა თქმა უნდა, მიუხედავად იმ დაძაბული გრაფიკისა, რაც მათ აქვს, მან მოახერხა და ჩამოვიდა ლიონიდან, აქედან ლიონამდე არის და შორი და სხვათა შორის იმვე საღამოს ამდენ დაახლოებით უამრავი ადამიანი მიიღო და საღამოთი უკვე ვარჯიში ჰქონდა. რომ დაბრუნდა უკვე ვარჯიში ჰქონდა ლიონში. აქედან ლიონამდე დაახლოებით 500 კილომეტრია. ხო. დიახ, ესეთ სიხარული აჩუქეთ ქართულ სამრევლოს და ქართულ ემიგრანტებს და გააერთიანეთ კიდევ ერთხელ. გიორგი ასევე შეგვირდა რომ როცა ჩამოვალ საქართველოში, უშუალოდ ერთ-ერთ გაჭირებულ ადგილას, სადაც ვისაც ძალიან ჭირდება თანხა, გიორგი თვითონ შეგვირდა რომ თვითონ მივა ამ ადამიანებთან და თვითონ გაახარებს კიდე საქართველოში, როცა იქნება მას გარკვეული თამაში სამშობლოში. ხადია მანიცის რომ ძალიან უყვარს ქართველებს, ძალიან გვიყვარს, ყოველთვის გვახარებს მისი წარმატება. საოცარი რაღაცა სუიღიმის, რაღაცა ეკეთილი დიდი ბავშვია თითქოს და ბუნებრივია რომ აი სწორად აღნიშნეთ დიდი ბავშვია. ხო, აი დიდი ბავშვი სულ რო უყურებ, აი თამა სტადიონზეა ისეა დიდი ბავშვია და ეს არის ძალიან მისასალმებელი რომ ასეთ წარმატების მიუხედავად, წინსვლის მიუხედავად, იმ ავტორიტეტის მიუხედავად, რაც მან უკვე დაიმკვიდრა საფეხბურთო, ესე იგი სტადიონზე და ზოგადად ასპარეზზე, მაინც ზრუნავს იცლის რიგითი ხალხისთვის, თანამოქალაქეებისთვის, მისი გულშემატკივრებისთვის და ეს არის უზომო დასაფასებელი და ჩვენი პირადი მადლობა და სიყვარული გადაეცით. კი, აუცილებლად გადავცემ. უბრალოდ კიდე მინდა ადამიანებს უთხრა, რომ ზოგიერთ ადამიანებს მისი ასე ხელის გაკეთება აშფოთებს, სარგებლო შემთხვევით დაუხსნი, რომ ეს არანაირად არ უკავშირდება რაღაც რელიგიურ ან რაღაც თემებს. ეს არის გიორგი როცა თამაშობდა ლიონში, მას მოუწია იმ ნაკრებიდან წასვლა და ნიშნავს დურბინს შორიდან მიყურეთო, რომ გავხდები ძლიერი მოთამაშეა და იმათ უბრუნებს პასუხს. მამა ანტონ დასასრულს არ შეგვიძლია ახლა ისე დაგემშვიდობოთ, რომ არ კითხოთ თქვენ სამრევლოზე, იმიტომ რომ მე ვთქვი, მე მქონდა პირადად ადრეს აღნიშნე, თქვენი მოწვევით ეს ბედნიერება, რომ ჩვენი თეატრი იყო მიწვეული, მათ შორის არაერთი ხელოვანი ყავდათ, პოეტები ყავდათ, შექმნილია ცეკვის სიმღერის ანსამბლი, რომლებიც საქართველოში ყავდათ ჩამოყვანილი, ძალიან ბევრი შრომობდა. ცხადია, ეს ყველაფერი მისი უზრუნველესობის კურთხევით, მეუფე აბრამის კურთხევით და თქვენი უშუალო წინამძღოლობით უკავშირდება იმას, რომ მაქსიმალურად ქართული სული იყო შენარჩუნებული, გაერთიანებული იყვნენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დროებით მან ცხოვრობენ სამრევლოსთან, ეკლესიასთან, კულტურით, სიმღერით, ისტორიით. რა სიახლეებია თქვენთან სამრევლოში და რას გეტყვით? სულ გეტყვით, ახლა ხან მქონდა ერთობის ზეიმი ბარსელონაში, დიახ, ჩვენ ასე თქვენ იცით, რომ უკვე ტრადიციად გვექცა და დავაწესეთ ეს, რომ ყველა სამრევლოები ივიკრიბებით ერთად, წელიწადში ერთხელ, წელიწადში უკვე ორჯერ, უკვე იმდენი ვართ, რომ დავნიშნეთ, რომ წელიწადში ორჯერ აღინიშნოს, ეს მეუფე აბრაამის ლოცვა-კურთხევით. იმიტომ რომ ჩვენ ეს ერთობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ეს ერთობის ზეიმმა ძალიან კარგი ნაყოფი გამოიღო ამდენი ქართული ერთმანეთსხლება ჩვენ არა მარტო კონცერტით ვერთიანდებით, არამედ მე შემდეგ პატარა სუფრა იმართება ერთმანეთის გაცნობით, ერთმანეთის სამომავლო გეგმებით და ძალიან კარგი საქმე გააკეთა ამ საქმემ ამ ერთობამ და ასე გეგმავთ რომ კიდე მომავალში გავაგრძელოთ ასევე ყოველთვის ვამბობ და კიდე მინდა თქვენი ეთერის საშუალებით ალბათ ვისაც გასაგონია გაიგონებთ აუცილებელია ამ ხალხის ამ ბავშვების საქართველოში დაპატიჟება აუცილებელია ეს აუცილებლად უნდა დადგეთ დღის წესრიგში რომ მარტო ყველას უნდა აქ ჩატარება კონცერტების ყველას უნდა რომ აქ მიიღოს მონაწილეობა მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია აქაურ ადამიანებს აქაურ ბავშვებს მიიწვევს საქართველოში აი მე მაგალითად ყოველთვის გამოვდივარ იდეით მაგალითად რომ აი მაგალითად არის თბილისობა ხო გამოიყოფა ადგილები სპეციალურად სადაც ცეკვავე მღერიან რატო არ შეიძლება გამოიყოს მაგალითად ემიგრანტ ბავშვებს მოსეკვავეებს ანსამბლებს გამოიყოს ეს ადგილი იქ თავისი ნათესავი ბიძაშვილი მამიდაშვილი ყველა გაიხარებს და ეს იდეა აუცილებლად არის ბოლომდე ყველგან ამას ვიძახი შეგნებულად იმიტომ რომ ვიღაცამ ეს გაითვალისწინოს და ეს ბავშვები არა მარტო სამშობლო იმიტომ რომ ჩვენი წვეტა არ შეიძლება არანაირად არ შეიძლება ამ ბავშვებს თქვენ ვერ წარმოვიდგინეთ მე ბავშვები მყავდა ახლა ხან ფესტივალზე საქართველოში და რუსთავის ხელმძღვანელმა ანსამბლის ხელმძღვანელმა მითხრა რომ
უნდა გითხრათ გულწრფელად, ჩვენ ხანდახან სტანდარტულად ღერითო პროფესიონალი და გამომდინარეო და თქვენმა ბავშვებმა ისე გულით იმღერესო, აქ რო ჩამოვიდა ისეთი გულით ღეროდნენ, რომ შინაგანად ესე მითხრა, რომ გული დამეწაო. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ადამიანები სამშობლოსთან მონატრებული უფრო მაქსიმალურს აკეთებენ იმისათვის, რომ სამშობლოში არ შერწყნენ და იქ იყვნენ ღირსეულად წარდგენილი. ამიტომ კიდევ ერთხელ სარგებლობ თქვენი ეთერი და აუცილებლად ვისაც ხელისუფლება აუცილებლად ეს ბავშვები დაპატიჟონ. ძალიან დიდი მადლობა. არ იყოს წვეტა. მადლობა ამ ინიციატივაში და გაიხარით. დიდი მადლობა თქვენს ამ ინიციატივაში, მამა ანტონ და იმედი გვაქვს რომ ვისაც ხელი ეწიფება, ისიც მოისმენს და განხორციელდება თქვენი ინიციატივა. ჩვენ მზადვართ ხარდაჭერისთვის, რაც შეგვიძლია ყოველთვის თქვენთან და ყველა სამრევლოსთან. დიდი მადლობა თქვენს ტელევიზიას, არასოდეს არ გვივიწყებთ, ყოველთვის ყავართ ესე ამანგარჩი ხშირ შემთხვევაში და დიდი მადლობა იმისათვის, რომ ზრუნავ და ფიქრობ ჩვენზე. მადლობა თქვენ. პარიზის წმინდა თამარ მეფის სახელობის ქართული სამრევლოს წინამძღვარი არქიმანდრიტი ანტონი კანდელაკი გვერდებოდა პარიზიდან.